რამდენი წლისაც არ უნდა იყო შენ, სწორედ შენ ხარ ის, ვისაც შეუძლია მათ მისცეს როგორც მინიმუმი შენი ცოდნა გამოცდილება. თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ფინანსებია მათი წამალი, მაშინ იშოვე და მათაც ასწავლე როგორ იშოვონ. თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ გვერდით ყოფნაც კი აბედნიერებს მათ, მაშინ გაუწიე სულიერი კომპანიონობა. თუ შენ დაძლიე დეპრესია, ასწავლე მათ როგორ შეძელი ეს. თუ რაიმე ახალი ისწავლე, გაუზიარე. თუ შეცდომა დაუშვი, უთხარი როგორ აიცილონ ეს შეცდომა. თუ გეშინია რომ განგიკითხავენ, ნუ განიკითხავ სხვებს. უბრალოდ იყავი მისაბაძი მაგალითი. ამრიგად აქ დედამიწაზე არასოდეს მოგბეზრდება, რადგან ბევრის გაკეთება შეგიძლია და ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი გაკეთებაც შენ, შემოქმედის საყვარელ შვილს შეგიძლია დედამიწაზე. დაკვირვები ხარ იმ ფაქტს, რომ ჩვენს შემქმნელს ძალიან უყვარხარ და ძალიან ზრუნავს შენზე. ამის მტკიცებულება კი ის არის, რომ იმ დებსა და ძმებს შორის ბევრი ძალიან კარგი ადამიანიც შექმნა შენთვის. თუ არ შეგიმჩნევია ეს, მალე შეამჩნევ.